ახლა უკვე უნდა დავიწყოთ პირველი ინსტრუმენტის განხილვა. dmiro.com. მე ჩაგიგდებთ ახლა ამის ბმულს, ჯგუფშიც, ჩეტშიც, დააწყაპეთ ყველა ამ ინსტრუმენტს. და სანამ ამ ინსტრუმენტში დავრეგისტრირდებით, გახსენით თქვენი Gmail-ის პოსტა. აი, გადმოსული ვარ miro.com-ზე და პირველ რიგში დავრეგისტრირდეთ. დავაწყაპოთ ღილაკ sign up. აქ ენებიც არის, მაგრამ სამწუხაროდ ქართული არ არის. დავაწყაპოთ ღილაკ sign up. ამის შემდეგ დავაწყაპოთ sign up with Google. ამის შემდეგ ვაწყაპებთ პირველ ღილაკს, ვეთანხმებიო ამ პირობებს, მეორეს არ დააწყაპოთ. მეორე შეტყობინებები მოგივიდესო და რა თქვენდა შეტყობინებები. და continue to sign up. გავაგრძელოთო რეგისტრაციაო. ამის შემდეგ აირჩევთ თქვენ რომელიმე პოსტას, რომელიც გინდათ. და უკვე გადავედით გვერდზე, სადაც შეგვიძლია ვიმუშაოთ. უფასო ვერსიას ვიყენებთ. ეს ნიშნავს ფასის გადახდას და ფასს არ ვიხდით. და დავიწყოთ ახლა, აბა გაჩვენებთ მე რა გავაკეთე და მე ერთად ვცადოთ რომ გავაკეთოთ. აი მაგალითად ერთ-ერთი ასეთია. ასეთი დიაგრამაა დავუშვათ. ასეთი სქემაა. ანუ STEM რაღაცა პროექტებში შედის ეს საგნები მეთქი. ახლა დავიწყოთ ახალი რესურსის შექმნა. ახლის შესაქმნელად უნდა დააწყაპოთ პლუს ღილაკს. გადმოხვედით ასეთ გვერდზე? თუ გადმოხვედით ასეთ გვერდზე, გაითვალისწინეთ, რომ 3 შექმნის უფლება გაქვთ და შემდეგ შეგიძლიათ დაშალოთ, შეინახოთ, წაშალოთ და თავიდან შექმნა. ასოციაციური რუკების შექმნა შეგვიძლია ამ გვერდზე და დავიწყოთ ახლა. მოდი გავეცნოთ, აბა რა არის. ეს არის უფასო ვერსია, აქ შეგიძლიათ სახელი დაარქვათ. აი ამას შეგიძლიათ სახელი დაარქვათ, რაც აქვია. აი edit board settings-ო დავაწყაპებ ამას და სახელს შევუცვლი, მაგალითად ჩავწერ გეომეტრიული ფიგურები. ყოველთვის იფიქრეთ იმაზე, რომ გამოიყენოთ ან პროექტში, ან სკოლაში სასწავლად, როგორც გინდათ. ერთ-ერთი ვარიანტი. აი ეს მაღლა რაც არის მოცემული, ესენი არიან ფასიანი ვერსიები სულ, ამიტომ ამათ განხილვას არ დავიწყებ, მაღლა ინსტრუმენტები. ჰორიზონტალური. მოდი ახლა დავიწყებ ვერტიკალური ინსტრუმენტის განხილვას, ინსტრუმენტების. პირველი არის ინსტრუმენტიდან ინსტრუმენტზე გადასვლა, ან ობიექტის გადაადგილება. მეორე არის ტემპლეიტები, ანუ შაბლონები. აი ამას თუ დავაწყაპებ, ნახეთ, სხვადასხვა ტიპის შაბლონია. შეხედეთ როგორი რუკების შექმნა შეგიძლიათ. გონებრივი რუკის, ასოციაციური რუკის, რა ვიცი, რაც გინდათ. ბევრნაირი შეგიძლიათ. აირჩიოთ ერთ-ერთი, გადმოიტანოთ და დააკორექტიროთ მერე. თუ ეს მოგწონთ, ამას გადმოიტანთ, თუ ეს მოგწონთ, ამას გადმოიტანთ. აი მაგალითად ამას დავამატებ. და გადმოვიტან აი ასეც. შემდეგ შემიძლია დავაწყაპო აი აქ და საითაც მინდა მივწერ. და აქ მერე ჩავწერ რამეს, მაგალითად ჩავწერ რიცხვები, იგივეს გავაკეთებ დავუშვათ. რიცხვები, ჯერ ასე შაბლონი წამოვიღე. ნახეთ ახლა რა ხდება. შემიძლია ფერი შევუცვალო, აი ამას, მაგალითად ამ ფერს ავირჩევ. შემიძლია აქ ზომები გავზარდო.
შემიძლია ტექსტი მაგალითად მოვნიშნო, აი ეს ტექსტი, მოვნიშნო, გავხადო ბოლდი დავუშვათ. შემიძლია ბმული ჩავსვა ამაში, აი მაგალითად დავაწყაპებ ბმულს, აქ მოვძებნი რიცხვები, თქვენთვის საჭირო და მოსაწონი რაც არის, ისინი აიჩიეთ. გადმოვედი ისევ აი ამ გვერდზე, ამიტომ გვინდა რესურსები შევქმნათ, რომ აი აქ ჩავსვი. ამით უკვე შემიძლია მე გადავიდე იმ გვერდზე. ეს უკვე ტექსტის სფერი არის, ტექსტის სფერი შემიძლია მაგალითად იასამნის სფერი გავხადო. ეხლა აქაც შემიძლია ჩავწერო რაციონალური და აქ იყოს ირაციონალური. და ასე შემდეგ. ანუ ეს არის შაბლონი, მოკლედ რაც გითხარით, თუ აღარ მინდა ეს დავუწერ მინუს, ესეც თუ აღარ მინდა, შემიძლია ესეც მოვშალო, გაჩვენეთ შაბლონი როგორ გამოიყენოთ და მე დავიწყებ ჩემი რესურსი შექმნას. დავიწყებ ახლა. აი, ეს არის ტექსტების დაწერა. ეს არის რაღაცა პატარა სტიკერები. აი, მაგალითად გადმოვიტან რომელიღაცა სტიკერს. თუ მინდა ამას გადმოვიტან და დავდებ აქ. დავდე სტიკერი, ანუ სტიკერებზე შემიძლია ტექსტი დავდო, იგივეს გავიმეორებ. რიცხვები. აი აქ ზომები შემიძლია შევცვალო და რა თქმა უნდა, აი ამ ჩარჩოს გადიდებაც შემიძლია. თუ მინდა დიდს ავეჩებ, თუ მინდა პატარას. ტექსტს თუ მოვნიშნავ, შეგვიძლია გავამუქოთ. შეგვიძლია სწორება გავაკეთოთ, უკვე გაჩვენეთ ბმული როგორ უნდა ჩავსვათ, სტიკერის ზომა როგორ უნდა დავაყენოთ, უკვე გაჩვენეთ. აი აქ არის small, პატარა, საშუალო და დიდი, თუ ავეჩიე. პირიქით გააკეთა, ან ხელით გაზრდით ბოლოს და ბოლოს. შემდეგი არის ფიგურები. ფიგურები, აი ამათი გადმოტანა შეგვიძლია. ეხლა შევალ აი ამაში, შეიპებში და გამოვიტან სხვადასხვას, მაგალითად კვადრატი გამოვიტანე და ავაგებ აი აქ. კვადრატი ავაგე. ნახეთ ახლა რა ხდება. ზომა ხედავთ სად უნდა მიუთითოთ. ეს არის სისქე გარშემოწერილობისა, როგორიც გინდათ და გარშემოწერილობის ფერი. ეს არის გამჭვირვალობა. ეხლა თუ აქ დააწყაპებთ მეორე ღილაკს, ეს არის შიგთავსი რა ფერით უნდა აივსოს. აი, აქაც შეგიძლიათ გამჭვირვალობა შეცვალოთ. და შიგნით შეგიძლიათ სიტყვები ჩაწეროთ, მაგალითად კვადრატი. შემდეგ მოვნიშნავ აი ამ სიტყვას, მივცემ bolts, ანუ გავამუქებ, ზომაც შემიძლია შევცვალო და ტექსტის ფერიც შემიძლია შევცვალო. ზომას აქედან შევცვლი. ეხლა ეს შემიძლია რა თქმა უნდა დავდგეზეთ, მოვკიდო ხელი და გავადიდო. აი ეს ერთი ფიგურა ავაგე უკვე. ეხლა გადავდივარ მეორეზე. მე უბრალოდ ფიგურებზე ვაკეთებ ეხლა. გადავდივარ მეორეზე. მეორე მაგალითად სამკუთხედს წამოვიღებ. აი აქ ავაგებ სამკუთხედს. ანალოგიურად გარშემოწერილობა შემიძლია სხვა ფერით მოვნიშნო და შიგთავსი სხვა ფერით მოვნიშნო.
გავადიდებ და შიგნით ჩავწერ ტექსტსაც. აქაც შემიძლია გავამუქო. რა თქმა უნდა, რაც გინდათ თქვენ იმის ჩაწერას შეძლებთ. თქვენ რაც გაგეხარდებათ. შემდეგ ფიგურას გადმოვიტან. ანალოგიურად, ანუ რასთან გინდა დააკავშიროთ, ეგ უკვე თქვენი გადასაწყვეტია, თქვენ წყვეტთ. და ერთ ფიგურასაც გადმოვიტან დაუშვათ. გავამუქებ, ფერსაც შევუცვლი და გავადიდებ კიდეც ჩანაწერს. ახლა შემიძლია ეს დავაპატარაო მაუსით, მივწიო, მოვწიო როგორც მინდა. ორჯერ დაწყაბებით მოგცემთ საშუალებას, რომ შეცვალოთ. ახლა ნახეთ რა შეგვიძლია, გადავიდეთ შემდეგზე. აი აქ ერთი წუთით აქ აბა წესით სხვები უნდა გაიხსნან. all shapes წეღან არ გამიხსნათ, აბა ვნახოთ. ნახეთ? აი აქ თუ ჩამოსკროლავთ დაბლა. სხვადასხვა ტიპის ფიგურები შეგიძლიათ აღმოაჩინოთ. ნახეთ აქ. ოღონდ საქმე იმაშია, რომ ბევრ მათგანს ბოქლო მიადევს და ბოქლომიანებს ვერ გამოიყენებთ, რადგან ფასიანი ვერსიებია. ამიტომ ამ ფიგურების გამოყენება შეგიძლიათ თქვენ. აი ესეც გადმოვათრიე. ამასაც შევცვლი და რაღაცა სქემა გავაკეთე გეომეტრიული ფიგურებისა. აქ ჩავწერ პენტაგონს. ფიგურები უკვე შევქმენი, შემიძლია დავამატო ან შევამცირო რაოდენობა, რა თქმა უნდა, და ახლა კავშირების დამყარება გვინდა. კავშირები შეგვიძლია ისრებით გავაკეთოთ. აი აქ თუ შეხვალთ, შეგიძლიათ ეს ისრებიან ხაზები გამოიყენოთ. ყველაზე მოქნილი ეს არის, აი მაგალითად თუ სწორი არ გინდათ, ნახეთ აქ გაუჩნდება წერტილები, წამოიყვანთ და მიაერთებთ. თუ გინდათ სხვანაირ ხაზს წამოიღებთ. აქედან ამისკენ გამოვავლებთ მაგალითად. აქ შეგიძლიათ შეცვალოთ ხაზის სტილი, გაასქელოთ, ტიპი შეცვალოთ, აი სისქეთ შეგიძლიათ შეცვალოთ, მოამრგვალოთ, ან წყვეტილი გააკეთოთ, ან სწორი გააკეთოთ. ატყობთ როგორ შეგიძლიათ ფერი შეცვალოთ მაგალითად. აი ასეთი. ან სულაც ასეთი წყვეტილი. ან ტექსტი გააყოლოთ თვითონ მაგას, ნახეთ როგორ შეგიძლიათ ტექსტი დაატოთ და გააყოლოთ. ეს მეორე კიდევ ავიღებ, ანუ თავიდან დაგჭირდებათ ხოლმე რომ აიღოთ ეს ხაზები და სადაც გინდათ იქ მიუერთებთ.
ხეთ ეს შემიძლია მოვკიდო ხელი და ადგილები შევუცვალო ამათ. საიდანაც მინდა იქიდან წამოვიღო. ერთ წელსაც დავამატებ ახლა ჩემს ფორმებს. გარედან იყოს უშოთ მწვანე. თუ მინდა, ამას სათაურსაც დავაწერ თავზე. ჩამოვწევ ცოტა დაბლა. ავიღებ ტექსტი და აქ დავწერ. აი აქ კიდევ ნახეთ რა არის. ფანქრები შეგვიძლია გავაკეთოთ, საშრელი ფანქარი. აი მაგალითად ფენს ავიღებ და ამითი დავწერ. გეომეტრიული ფიგურები ან რაღაცა. ამის შემიძლია ის გავუკეთო, ჰაილაითი გავუკეთო. შემდეგ ეს ფანქარი რომ ავიღე, ნახეთ აქ წერტილებია, წვრილი, უფრო მსხვილი და უფრო მსხვილი. როგორცაც მინდა ისეც ავირჩევ სისქეს, ნახეთ, შემიძლია გავასქელო და ისე დავიწყოთ დაწერა. ეს იმ შემთხვევაში თუ გვექნება მაგალითად გრაფიკული ტაბლეტი ძალიან მოსახერხებელი არის. ეს უფრო წვრილად რომ დაწეროთ. ეს შედარებით მსხვილად. დავუშვათ ახლა ამ ყველაფრის წაშლა მინდა ზედმეტი რაც არის. აი აქ არის საშრელი. ავიღებ და ამ საშრელით როგორც კი მივიტან ამას და ნიშლება ყველაფერი. და კიდევ ნახეთ რა არის, თუ კი ერთიანად მინდა რამეს ფერი შევუცვალო, მაგალითად გავხაზე ესენი. მერე ეს რაღაცა დავხაზე და ყველა ერთიანად მინდა ფერი შევუცვალო, შემიძლია ეს გამოვიყენო, ეს ლასო, ნახეთ. მოვდებ ამ ყველაფერს, შემოვხაზავ და შემოიხაზა. ეხლა ამას ერთიანად შემიძლია ვიმოქმედო, ან ყველა გავასქელო, ან ყველას ერთიანად შევუცვალო ფერი, ან ყველას სწორება, ელაინები გავაკეთო, ანუ ცენტრის მიმართ გადავიტანო, ან დავაჯგუფო. აი, ყველა ერთიანად ჩაჯგუფდა. თუ კი მინდა მე განვაცალკევო, ეგეც არ იქნება პრობლემა. აი, მეორესაც მოვკიდე ხელი. ბოკლომს თუ დავაწყაპებ, აღარ გაინწრება ეგ. და იმ ადგილზე იქნება. ეხლა ამ ყველაფერს წავშლია ეს ზედმეტი რაც გავაკეთე, შემიძლია ესე იგი ისევ საშრელის ერთი დაწყაპებით წავშალო. შემდეგი არის კომენტარის გაკეთება. მაგალითად, სად გავაკეთოთ კომენტარი? აი, აქ გავუკეთებ კომენტარს. მერე თუ ამ კომენტარს გადაწყვეტთ და აღარ გინდათ, შეგიძლიათ დააწყაპოთ, რომ შესრულდა აღარ არის საჭირო და წაშალოთ. ანუ, როდესაც კოლაბორაცია ხდება რამდენი მე რომ ერთად მუშაობს, მაგ შემთხვევაში შეიძლება კომენტარი დაუწეროთ ამის საშუალებით და მერე თუ აღარ გინდათ, შეგიძლიათ დაუწეროთ solve. აი, ასეთი რაღაცა გეომეტრიული ფიგურების ერთობლიობა შევქმენი. აი, აქ ჩარჩოებიც არის კიდევ. ჩარჩოები შეგიძლიათ აირჩიოთ რამე დადოთ და იმაში ჩაწეროთ. მაგალითად, ავირჩევ აი ამას. ამ ჩარჩოს. აი, ჩასვე ეს ჩარჩოში. დავუშვათ ჩარჩოში ჩავსვი ეს ყველაფერი. ტექსტი მინდა დავდო. აი ამას გავადიდებ, რომ დაეწეროს და ჩავწერ. გეომეტრიული ფიგურები გავადიდებ, შუისკენ მოვაქცევ, ფერს შევუცვლი, ჯერ უნდა მოვნიშნო.
ბოლტს ავიღებ. ჯერ უნდა მოვნიშნო ისევ. ეხლა მინდა გაზიარება უბრალოდ. ასე წარმოვადგინეთ. ასე წარმოდგინდა ეს ჩემი რესურსი. ხელით შეგიძლიათ გაადიდოთ და აპატარაოთ. X-ით ამითი გამოვედი. შემიძლია ოდნავ მაღლა ავწიო, ეს ჩემზეა დამოკიდებული. ლიფტით ავწევ ან ჩამოვწევ. და აი ეს არის გაზიარება. თუ კი ვინმესთან მინდა გაზიარება, რომ შემომიერთდეს დავუშვათ. Share დავაწყაპე და შემიძლია მოვიწვიო წევრები, მაგრამ upgrade-ს ითხოვს ამისთვის. ამიტომ ამას ვერ ვაზიარებ ამ სახით. სამაგიეროდ რა შემიძლია ახლა გავაკეთოთ. ეხლა მე მინდა ექსპორტირება გავაკეთო ამისი. დავაწყაპებ აი ამ ღილაკს, ექსპორტ და შემიძლია შევინახო სურათის სახით. Save as image. დავაწყაპებ და როგორი სურათი გინდაო, რა ვიცი, medium-ს ავირჩევ, მაგრამ არ მარჩევინებს, მარტო პატარას მანახინებს იყოს. პატარა შევინახავ. ან შეგიძლიათ უბრალოდ სკრინი აიღოთ აქედან. დასკრინოთ. ეს snipping tool-ით მოვჭრი ამ სურათს და შევინახავ.